თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. Stoffwechsel. Magazin für Kultur und Politik. Stoffwechsel. Montag bis Freitag von 16 bis 17 Uhr. Auf der 95,8 bei Radio Z. ცეცხლი მომიგიდე მითხა როგორ გავანელო არალო ჰორუდილო დელია ნანინა ნინა არალო ჰორუდილო დელა აბადელია ჰორუდილო არალო ჰორუდილო დელია ნანინა ნინა გალოშენი თეთრი გაბაწყალს მიქონდა მდინარესო არალო Nedavis gamagevina minga gotzandinareso haralo horudilo deliana nina nina haralo horudilo dela abadelia horudilo haralo horudilo deliana nina nina მოგესალმებით. რადიო Z-ის ეთერში თქვენ უსმენთ საქართველოს. ჩვენ საქართველოში მოქმედი სათემო რადიოების წარმომადგენლები თქვენთვის საგანგებოდ შერჩეული პროგრამით ჩვენ ქვეყანაში გამოგზაურებთ. მოგიყვებით საქართველოზე, ჩვენ კულტურაზე, მრავალხმიან პოლიფონიაზე. Wir begrüßen Sie. Sie hören Georgien im Radio Z. Wir sind Vertreter von Community-Radios, Gemeinderadios in Georgien und wir haben ein speziell für Sie vorbereitetes Programm und wir nehmen Sie auf eine Reise mit uns. Wir erzählen Ihnen über Georgien, über unsere Kultur, über die polyphone Musik. Wir stellen die Vielfalt, die Traditionen und das Leben in Georgien vor.
მეც მოგესალმებით რადიო ცეტის ძვირფასო რადიო მსმენელებო. ჩვენ საქართველოდან ვართ. ჩვენი სამშობლო დიდი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანაა. იგი მდებარეობს კავკასიაში, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე. სწორედ ასეთმა მდებარეობამ განაპირობა უამრავი მტრის შემოსევები და გამუდმებული ბრძოლა გადარჩენისა და დამოუკიდებლობისათვის. საქართველოში ხდებოდა ორი კონტინენტის ცივილიზაციების გადაკვეთა. საქართველოზე გადიოდა საქარავნო და აბრეშუმის გზები. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო ვაზის, ღვინის, ქვევრის, ხორბლის, სამი სახეობის ანბანის, უნიკალური ფოლკლორისა და უპრეცედენტო პოლიფონიური მუსიკის შემქმნელი ქრისტიანული ქვეყანაა. მისი ულამაზესი ბუნება წელიწადის 4-ვე დროის ნახვის შესაძლებლობას იძლევა. ხო და გამოყვევით და იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად ნივთიერებათა ცვლის ეთერში. Guten Tag, liebe Hörerinnen und Hörer von Radio Z. Wir kommen aus Georgien, einem Land mit einer reichen und bewegten Geschichte. Unsere Heimat liegt an der Schnittstelle zwischen Europa und Asien. Diese besondere Lage brachte im Laufe der Jahrhunderte viele Angriffe und unzählige Kämpfe um Freiheit und Unabhängigkeit mit sich. Georgien war stets ein Ort, an dem sich die Zivilisationen zweier Kontinente begegneten. Karawanen und Seidenstraße führten mitten durch unser Land. Trotz all dieser Herausforderungen ist Georgien ein Land des Weins und der Weintrauben, des Weizens und des Christentums. Wir haben 3 verschiedene Alphabete hervorgebracht, eine einzigartige Folklore und eine unvergleichbare polyphone Musiktradition. Unsere vielfältige Natur schenkt uns alle 4 Jahreszeiten in voller Schönheit, also folgen Sie uns und reisen Sie mit uns im Stoffwechselprogramm. იმერეთი, ყველაზე ავთენტური რეგიონი საქართველოში. აქ მდებარეობს ქალაქი ქუთაისი, რომელიც ყველაზე ძველი ქალაქია საქართველოში. ის 3500 წლის არის და ამის გამო ევროპის უძველეს ქალაქთა ხუთეულში შედის. ამ ქალაქში დაიბადა და გამეფთა ქართველთა ყველაზე დიდი მეფე დავით აღმაშენებელი. ქუთაისი 1000 წლის წინ გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქი იყო. Imereti gilt als die authentischste Region Georgiens. Hier liegt die Stadt Kutaisi, die älteste Stadt des Landes. Mit einem Alter von etwa 3500 Jahren gehört sie zu den 5 ältesten Städten Europas. In Kutaisi wurde David Armashenebeli, der größte König Georgiens, geboren. Außerdem war Kutaisi die erste Hauptstadt des Vereinigten Georgiens. შემდეგი სადგური წერეთელი. Next station, წერეთელი. Please don't leave on the door. ქედა აჭარის ერთ-ერთი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია, რომელიც მდინარე აჭარისწყლის ორივე მხარეს არის გაშენებული. ისტორიულად იგი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სავაჭრო გზა იყო, რომელიც აჭარას შიდა საქართველოსთან აკავშირებდა. ქედაში მრავლადაა შუა საუკუნეების ეკლესიები, ციხეები, ხიდები, რაც მის მდიდარ წარსულზე მეტყველებს. რაიონი ცნობილი იყო მევენახეობით და ღვინის წარმოებით. დღეს ქედა ტურისტებისათვის მიმზიდველი ადგილია თავისი ბუნებით, ethnographiet და kulturuli memკვიდრეობით. Keda ist eine der bergigen Regionen Adschariens und liegt an den beiden Ufern des Flusses Adscharistzrali.
Historisch war sie eine wichtige strategische und wirtschaftliche Verbindung, die Adjara mit dem restlichen Georgien verband. In Keda finden sich zahlreiche mittelalterliche Kirchen, Burgen und Brücken, die von der reichen Vergangenheit der Region zeugen. Keda ist außerdem für Weinbau und Weinproduktion bekannt. Heute zieht die Region Touristen durch ihre landschaftliche Vielfalt, ihre ethnografischen Besonderheiten und ihr kulturelles Erbe an. სამცხე-ჯავახეთის სამხრეთ საქართველოში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ერთეული ახალციხეა. რეგიონი გამოირჩევა თავისი ისტორიული კულტურული ძეგლებით. სამცხე-ჯავახეთი ოდითგანვე მდიდარია თავისი მრავალფეროვანი ეთნიკური თუ რელიგიური წარმომადგენლებით. სწორედ აი აქ ამ რეგიონში შეხვდებით ეროვნებით ქართველებს, სომხებს, ბერძნებს, ებრაელებს, დუხობურებს. უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსახლეობის 96% ეროვნებით სომეხი წარმოადგენს და სწორედ რეგიონის უნიკალურობა თავისი ტოლერანტობით გამოირჩევა იმიტომ, რომ აი აქ სწორედ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები მეგობრულად თანაცხოვრობენ. ის რაც რეგიონს თავისი სამზარეულოთი გამოარჩევს, ეს არის ტენილი ყველი და ლოკოკინა. ამასთანავე შოთა რუსთაველის სამშობლოთაც მოიხსენიება, ვინაიდან შოთა რუსთაველი სამცხე-ჯავახეთში დაიბადა. რაც შეეხება მესხურ სიმღერას, მინდა ბოლოში გითხრათ, რომ მისი მთავარი ძალა სწორედ სიცოცხლის ხალისია. ის გვახსენებს, რომ წარსული და აწმყო ერთმანეთთან სწორედ მუსიკით არის დაკავშირებული. Samtskhe-Jawachetien liegt im Süden Georgiens. Die Verwaltungsregion ist Achalziche. Diese Region zeichnet sich durch ihre zahlreichen historischen und kulturellen Denkmäler aus. Samtskhe-Jawachetien war seit jeher reich an ethnischer und religiöser Vielfalt. Hier leben Menschen unterschiedlicher Herkunft: Georgier, Armenier, Griechen, Juden und Duchoboren. Besonders erwähnenswert ist, dass in Achalkalaki und Ninotsminda rund 96% der Bevölkerung ethnische Armenier sind. Verschiedene Volksgruppen leben in der Region freundschaftlich und tolerant zusammen. Die Region ist bekannt für Viehzucht, Imkerei und den Kartoffelanbau. Aus der traditionellen Küche sind insbesondere der gezogene Käse, der Nili-Käse, und Schnecken hervorzuheben. Samtskhe-Jawachetien ist auch die Heimat von Shota Rustaveli, dem berühmten georgischen Dichter, der das Nationalepos der Recke im Tigerfell verfasste. Die meschetische Musik ist ein bedeutender Teil der regionalen Kultur. Ihre Hauptkraft liegt in der Lebensfreude, die sie vermittelt. Sie erinnert uns daran, dass Vergangenheit und Gegenwart durch die Musik miteinander verbunden sind. Heida, sambrelo, nugesh ilia, tispumbuli da gigia, nugesh ilia, tispumbuli da gigia, heida, sambrelo, heida, sambrelo. Mucha tonzilebs, mamuli muchasao, tonzilebs zaiktseva, mamuli muchasao, halal beda, mamuli muchasao, halal beda, mamuli muchasao, muchizanad gamsadisa, mamuli muchasao, shigatzlam zarit geboda, mamuli muchasao, halal beda, mamuli muchasao, halal beda, mamuli muchasao, shigatzlam tevzich deboda, mamuli muchasao, imasat zađera
გესუნესია ციხული და გიგია ჰეიდა ჰეიდა საფლეო ჰეიდა ჰეიდა საფლეო მუხა ძილებს მამული მუხასაო ძილებს წაიქცევა მამული მუხასაო გურია საქართველოს პატარა, მაგრამ დაუვიწყარი კუთხეა. აქ შავი ზღვის ნაზი ტალღები ხვდება მწვანე მთებსა და მდინარეებს. პირველ რიგში, რაც გაგვახსენდება გურიის წარმოდგენისას, არის ბახმარო, გურული ღვეზელი და კრიმანჭული. ბახმარო ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. აქ ზღვისა და მთის ჰავა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და მის ნისლში გახვეული ღრუბლები ეს ძალიან ლამაზი სანახავია. დოღი ერთ-ერთი უძველესი სანახაობაა, ცხენოსნური შეჯიბრი, სადაც მხედრები ერთმანეთს სისწრაფეში ეჯიბრებიან. დოღი არა მხოლოდ სპორტული ღონისძიება, არამედ სულიერი და კულტურული ტრადიციაცაა. გურული ღვეზელი, რომელიც მხოლოდ გურისთვის არის დამახასიათებელი. მის მოსამზადებლად ხორბლის ფქვილი, ყველი და მოხარშული კვერცხი არის საჭირო. გურული მრავალხმიანი სიმღერა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აქვე სიხარულით მინდა გაგიზიაროთ, რომ გურულებს გვყავს ქალთა საფეხბურთო გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა. Guria ist eine kleine, aber unvergessliche Region Georgiens. Hier treffen die sanften, schwarzen Böden auf grüne Hügel und Flüsse. Das erste, woran man bei Guria denkt, sind Bachmaro, Dori, Krimanjuli, gurianischer Gebäck, Guruli Ghvezeli und Lelo Burti. Bachmaro liegt auf 2050 Metern über dem Meeresspiegel. Hier verschmelzen das Berg- und das Waldklima harmonisch miteinander. Es wird auch das Königreich von Nebel und Wolken genannt. Dori ist eine der ältesten Traditionen der Region. Es handelt sich um ein Pferderennen, bei dem Reiter miteinander in Geschwindigkeit messen. Dori ist nicht nur ein sportlicher Wettkampf, sondern auch eine geistige und kulturelle Tradition. Der gurianische Ghvezeli ist ein Gebäck, das ausschließlich für Guria typisch ist. Für seine Zubereitung werden Weizenmehl, Käse und gebratene Eier verwendet. Der mehrstimmige Gesang Gurias ist in die UNESCO-Welterbeliste aufgenommen. Außerdem möchte ich voller Freude erwähnen, dass die Gurianerinnen eine Frauensportmannschaft haben, die in die zweite Qualifikationsrunde der Champions League aufgestiegen ist. აფხაზეთი საქართველოს დასავლეთით ზღვისპირა სამოთხეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, კავკასიონის ქედის ფერდობებზეა გადაჭიმული. ეს მიწა ადრეული დროიდანვე იყო კოლხეთის სამეფოს ნაწილი. დიოსკურია სპორტი დღევანდელი სოხუმის მიდამოებში ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნიდან მსოფლიო ვაჭრობის გზებზე იდგა. აფხაზეთი ყოველთვის იყო კარიბჭე საქართველოსა და შავი ზღვის სამყაროს შორის. მისი ბუნება, მწვანე მთები, ზღვის სიო, ჩანჩქერებით მდიდარი ხეობები და სუფთა ტბები. მე-19 საუკუნეში რუსული იმპერიის შემოსევების შემდეგ, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების სისხლიანი ომის შედეგად აფხაზეთი ისევ დიდი ტკივილის ადგილად იქცა. რუსეთის მიერ განხორციელებულმა ოკუპაციამ დროებით მოწყვიტა ის საქართველოს სხეულს. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ასობით 1000 ქართველი საკუთარი სახლიდან იძულებით იქნა გაძევებული და დღემდე მონატრებული აქვს თავისი კერა. ჩემი მშობლიური ქალაქი ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზიდან 8 კილომეტრში მდებარეობს და იქ კიდევ უფრო მძაფრად, მეტიცრემლითა და ტკივილით იგრძნობა რუსეთის აგრესიის კვალი. ჩემი მშობლიური ქალაქი აფხაზეთიდან დევნილების ერთ-ერთი პირველი მასპინძელი იყო და დღემდე ქალაქის უმრავლესობას დევნილები წარმოადგენენ. დევნილები, რომლებიც სვანეთის მთებიდან ყინვასა და თოლში გამოექცნენ რუსულ ტყვიებს. ჩემი ქალაქი დღემდე რეალურ ისტორიებს ინახავს და ყველაზე მეტად სწამს ჯერა, რომ ოკუპაცია ვერასდროს წაშლის ისტორიულ სიმართლეს, რომ აფხაზეთი იყო და დარჩება საქართველოს ნაწილად, მისი ძეგლებით, ქართული წარწერებით, ხალხური ტრადიციებით და სიყვარულით. აფხაზეთი არის საქართველოს წარსული დიდება, აწმყოს ტკივილი და მომავლის იმედი და ბოლოს. დიახ, აფხაზეთი საქართველოა და ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ. Abchasien ist ein Paradies am Schwarzen Meer in Westgeorgien, nahe Kaukasusgebirge. Dieses Land war schon in alten Zeiten Teil des Königreichs Kolcheti.
Der Hafen von Dioskurien in der Nähe von heutigen Suchumi war schon im 6. Jahrhundert vor Christus weltbekannt. Abchasien war immer ein Tor zwischen Georgien und dem schwarzen und dem restlichen Teil der Welt. Mit der schönen Natur. Nach den Ereignissen der 90er Jahre des 20. Jahrhunderts, nach dem Krieg in Abchasien, verwandelte sich dieser Teil Georgiens in einen großen Schmerzen. Die von Russland durchgeführte Besatzungsaktivitäten haben Abchasien dem gemeinsamen georgischen Körper entfernt. Am 27. September 1993 ist die Stadt Suchumi gefallen. Hunderttausende Georgier wurden aus ihren eigenen Häusern vertrieben und sehnen sich bis heute nach ihrer Heimat. Meine Stadt liegt 8 Kilometer von der sogenannten Trennlinie entfernt. Und hier fühlt man besonders stark den Schmerzen und die Ergebnisse der russischen Aggression. Meine Heimatstadt war der erste Gastgeber der Geflüchteten aus Abchasien. Und bis heute sind die Flüchtlinge der Hauptteil der Bevölkerung. Meine Stadt birgt sehr viele reale Geschichten und wir sind überzeugt, dass die Besatzung die historische Wahrheit nie löschen wird. Abchasien war und bleibt ein Teil Georgiens mit seinen Denkmälern, georgischen Inschriften, Volkstraditionen und mit Liebe. Abchasien ist die Geschichte Georgiens, der gegenwärtige Schmerz und die zukünftige Hoffnung. Abchasien ist Georgien und sie ist von Russland okkupiert. Ascani Gachari
სამეგრელო ზემოსვანეთის მხარე დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. წელიწადის 4-ვე დროს აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკის თუ ევროპული ტიპის მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის. აქ გაიცნობთ სხარტ მეგრელებს და ამაყ სვანებს, აღფრთოვანდებით ბუნებით, ქართველური ენების ჟღერადობით, ადათებით, ფოლკლორით და ტრადიციებით. გამოგონილი დოთრაკის ტომი და ენა თუ თანამედროვე მარკეტინგის ბესტსელერია კოლხეთის ძლევამოსილი სამეფო მეგრულ-სვანური ენებით, აბორიგენული პოლიფონიაა, უძველეს ცივილიზაციათაგან ერთ-ერთი. წყლის წისქვილებში, სანამ სიმინდი ჩამოიფქვევა, უამრავ ლეგენდებს მოგიყვებიან. აქ გულით გიმასპინძლებენ. ოჯალეშის, მეგრული ღვინოს სურნელი და გემო აღქრაფთოვანებთ. ამ ადგილებში იდუმალი მღვიმეებია, გასაოცარი კანიონები. აქ ციხე-დარბაზები და საგვარეულო კოშკები გაგაოცებთ. ჩვენ არ ვებრძვით ქარის წისქვილებს, თუმცა ენგურჰესის დანახვაზე მიხვდებით, რომ წყლის სტიქიასაც ვიმორჩილებთ. ამ მხარეში სტუმარი უფლის საჩუქარია. აღმოაჩინე სამეგრელო ზემოსვანეთი. Samegrelo Seemusvaneti liegt im Westen Georgiens am Ufer des Schwarzen Meeres. Zu jeder Jahreszeit bietet die Region ideale Orte für Campingliebhaber, Wanderer, Rafting-Fans, Entdecker ländlicher Exotik oder Freunde europäischer Kleinstädte. Hier lernen sie flinke Megrelen und stolze Svanetier kennen und können sich vom schönen Klang der georgischen Sprachen, der Folklore und der lebendigen Traditionen begeistern lassen. Wenn der fiktive Dothraki-Stamm ein Bestseller des modernen Marketings ist, so ist das glorreiche Königreich Kolcheti mit megrelischen und svanetischen Sprachen ein ursprüngliches polyphones Kulturerbe, eine der ältesten Zivilisationen der Welt. In den traditionellen Wassermühlen, solange das Korn gemahlen wird, erzählt man zahlreiche Legenden. Hier werden sie herzlich empfangen. Der Duft und Geschmack von Ojaleshi, dem megrelischen Wein, wird sie verzaubern. Geheimnisvolle Höhlen, beeindruckende Canyons und die unberührte Natur machen Samegrelo Seemusvaneti zu einem unvergesslichen Erlebnis. რაჭა, საქართველოს ჩრდილოეთის მარგალიტი. რაჭა ეს არის პატარა, მაგრამ თვალწარმტაცი კუთხე საქართველოს ჩრდილოეთში. აქ ზღაპრული მთები, სუფთა ჰაერი და ალპური ტბებია. რაჭა ცნობილია უნიკალური ღვინით, ხვანჭკარით, ტრადიციული კულტურითა და ისტორიული ძეგლებით, მათ შორის ნიკორწმინდის ტაძრით. ღვინო ხვანჭკარა ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული ხავერდოვანი დახვეწილი სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით. Es არის ადგილი, სადაც ბუნება და სიწყნარე ერთ მთლიანს ქმნიან. Racha gelodebet. Racha, ein verstecktes Juwel im Norden Georgiens. Racha ist eine kleine, aber atemberaubend schöne Region im Norden Georgiens. Majestätische Berge, frische Luft und alpine Seen prägen diese Gegend. Berühmt ist Racha für seinen einzigartigen Wein Chwanchkara sowie für seine traditionelle Kultur und historische Bauwerke, wie die Nicorzminda-Kathedrale. Der Wein Chwanchkara zeichnet sich durch eine tief rubinrote Farbe aus. Sein Geschmack ist harmonisch, samtig, fein, mit angenehmer Süße, fruchtigen Nuancen und einem sortentypischen Aroma. Racha wartet auf Sie, ein Ort voller Ruhe, Natur und georgischer Herzlichkeit.
კახეთი არის ერთ-ერთი ყველაზე თბილი და სტუმართმოყვარე კუთხე საქართველოში. იგი ცნობილია ვენახებითა და ღვინის უძველესი ტრადიციებით. აქ ღვინოს ამზადებენ უკვე 8000 წელზე მეტია. კახეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი რეგიონი იყო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა ქვეყანას მტრის შემოსევებისგან. მე-6 საუკუნეში აგებული ალავერდის მონასტერი დღესაც ამაყად დგას და იგი არის ამ რეგიონის სიმბოლო, ჩვენი ისტორიისა და სიძლიერის სიმბოლო. კახეთში შეგიძლია ნახო ულამაზესი მთები, კავკასიონის მთები, შუა საუკუნეების ეკლესიები და პატარა სოფლები, სადაც ადამიანები გულღიად გეპატიჟებიან საკუთარ სახლში. ეს ადგილი არა მხოლოდ ბუნებით, არამედ ადამიანებითაც განსაკუთრებულია. Kachetchi stumari ყოველთვის ოჯახის წევრად მიიჩნევა. Kachetien ist ein sehr warmer und gastfreundlicher Teil Georgiens. Er ist bekannt durch Weinberge und älteste Traditionen der Weinproduktion. Wein wird hier seit 8000 Jahren produziert. Kachetien ist ein Teil Georgiens, der jahrhundertelang das Land vor feindlichen Angriffen beschützte. Zum Beispiel das im 6. Jahrhundert erbaute Alaverdi-Kloster steht bis heute da als Symbol unserer Geschichte und unserer Stärke. In Kachethi kann man wunderschöne Berge, alte Kirchen und kleine Dörfer sehen, in denen gastfreundliche Menschen leben. Dieser Ort ist besonders nicht nur wegen seiner Natur, sondern wegen der Gastfreundlichkeit. Jeder Gast ist in Kachethi wie ein Familienmitglied.
კასპი პატარა ქალაქია შიდა ქართლში, რომელიც ერთდროულად არის ინდუსტრიული და ისტორიული. აქ მუშაობს ცენტრის ქარხანა, რაც კასპს საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრად აქცევს. მათთან ერთად კასპი ცნობილია თავისი ისტორიითაც. გარდა ამისა, კასპის გარშემო ულამაზესი სოფლების, ხედების და ქართლის ბუნება ქმნის მშვიდ გარემოს, სადაც ქალაქის სიმჭიდროვესგან დასვენებაა შესაძლებელი. Caspi ist eine kleine Stadt in Schiederkartli, die sowohl industriell als auch historisch geprägt ist. Hier ist eine Zementfabrik in Betrieb, was Caspi zu einem der wichtigsten Industriezentren Georgiens macht. Darüber hinaus ist Caspi auch für seine Geschichte bekannt. Außerdem schaffen die Aussicht auf die wunderschönen Dörfer rund um Caspi und die Natur Kartlis eine friedliche Umgebung, in der sie sich vom Trubel der Stadt erholen können. თუ გინდათ საქართველოში ვიპოვოთ პატარა ქალაქი, რომელიც გერმანიას გვახსენებს, ეს ბოლნისია. ბოლნისი საქართველოში გერმანიის კარიბჭე 1818 წლიდან. აქ გერმანული კულტურა და ევროპული სული დღესაც ცოცხლობს. რაც შემიძლია რომ მამაყად გითხრათ, ასევე არის ის, რომ ბოლნისში პირველი ქალთა რადიო არსებობს ევროპის მასშტაბით. Wenn Sie in Georgien eine kleine Stadt finden möchten, die an Deutschland erinnert, dann ist das Bolnisi. Bolnisi ist ein Tor zu Deutschland in Georgien. 1818 sind hier deutsche Siedler eingesiedelt und seitdem lebt die deutsche Kultur und europäischer Geist bis heute da. Ich bin sehr stolz, dass in Bolnisi das erste Frauenradio europaweit tätig ist. სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალის თბილისის პროექტთა ბიურო ახორციელებს პროექტს რადიოს ძალა.
რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტი საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს 12 სათემო რადიოს შექმნას. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თემის განვითარებისა და თემის წევრთა ინფორმირებულობისთვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე რადიოს არსებობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ეტაპზე 12-ვე რადიო ლიდერისთვის ხორციელდება ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტი ნიურნბერგში, სადაც რადიო ლიდერებს შესაძლებლობა აქვთ გაიუმჯობესონ საკუთარი უნარები და მიღებული ინფორმაცია აქტიურად გამოიყენონ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. Das Projektbüro Tiflis des Deutschen Volkshochschulverbandes in Georgien führt das Projekt Die Kraft des Radios durch, das finanziell vom Auswärtigen Amt der Bundesrepublik Deutschland unterstützt wird. Das Projekt wird in 12 georgischen Gemeinden umgesetzt und hat zum Ziel, 12 Community-Radios aufzubauen. Wir sind überzeugt, dass ein lokaler Radiosender entscheidend für die Entwicklung der Gemeinden ist und die Bürgerinnen über für sie relevante Themen informiert. In der aktuellen Phase nehmen 12 Radioleiterinnen an einer einwöchigen Studienreise nach Nürnberg teil. Dort erhalten sie die Möglichkeit, ihre Kompetenzen zu erweitern und das erworbene Wissen nach ihrer Rückkehr in den Alltag sowie in ihre professionelle Tätigkeit in Georgien einzubringen. შორეული საქართველოდან გერმანიის ერთ-ერთ შთამბეჭდავ ქალაქში ჩამოვედით. ნიურნბერგმა გულუხვად გვიმასპინძლა რადიო ლიდერებს, რომლებმაც ევროპული გამოცდილების გასაზიარებლად 9 მთა და ზღვა გადმოვიარეთ. პირველი წუთებიდანვე ქალაქმა დროში გვამოგზაურა. ყოველი კუთხე წარსულის ამბებს ინახავს. ეს არის ქალაქი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისმა ამაყმა და შრომის მოყვარე მოქალაქეებმა ფაქტობრივად ფერფლიდან აღადგინეს. მის ქუჩებში სეირნობისას ვგრძნობდით ამ ქალაქის ფენიქსივით აღდგომის ძალას. ისტორიული ცენტრის ზედმიწევნით აღდგენილი შენობები იმის დასტურია, თუ როგორი პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობიან ადგილობრივები საკუთარ მემკვიდრეობას და როგორი შეუპოვრობით შეძლეს წარსულის მძიმე იარები მომავლის იმედად ექციათ. დღევანდელი ნიურნბერგი საოცრად მოწესრიგებული და მშვიდი ქალაქია. ქუჩები სუფთაა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი წამების სიზუსტით მუშაობს. ყველაფერი ქმნის უსაფრთხოებისა და საიმედოობის განცდას, სადაც თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობ. ქალაქის მწვანე პარკები, მდინარე პეგნიცის სანაპიროები და მყუდრო კაფეები იდეალურ გარემოს ქმნის დასვენებისა და განტვირთვისთვის. რადიო ლიდერებმა თითქმის მთელი ქალაქი ფეხით მოვიარეთ. ვნახეთ ისტორიული ადგილები და ძველ უბნებში გერმანული სამზარეულო დავაგემოვნეთ. ჩვენი ქვეყანა საქართველო ახლა განვითარების რთულ და მტკივნეულ პროცესს გადის. ამიტომ ევროპული გამოცდილების გასაზიარებლად სწორედ ნიურნბერგში ჩამოსვლა გადავწყვიტეთ. ჩვენი ლიდერები საკუთარ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებენ და უკეთ მიხვდებით, თუ რამხელა გავლენა მოახდინა ამ ქალაქმა ჩვენზე. Wir sind aus dem fernen Georgien in eine der beeindruckendsten Städte Deutschlands gekommen, Nürnberg. Die Stadt hat uns herzlich empfangen. Von den ersten Momenten an hat uns die Stadt auf eine Reise durch die Zeit mitgenommen. Jede Ecke erzählt Geschichten der Vergangenheit. Nürnberg ist eine Stadt, die nach dem Zweiten Weltkrieg von ihren stolzen und fleißigen Bürgerinnen buchstäblich aus der Asche wieder aufgebaut wurde. Beim Spaziergang durch die Straßen spürt man die Kraft dieser Stadt, wie ein Phönix aus der Asche aufzuerstehen. Die sorgfältig restaurierten Gebäude im historischen Zentrum zeugen davon, mit welcher Achtung und Liebe die Einheimischen ihr Erbe pflegen und mit welcher Beharrlichkeit sie die schweren Narben der Vergangenheit in Hoffnung für die Zukunft verwandelt haben. Das heutige Nürnberg ist eine wunderbar geordnete und ruhige Stadt. Die Straßen sind sauber und der öffentliche Nahverkehr funktioniert punktgenau. Alles vermittelt ein Gefühl von Sicherheit und Zuverlässigkeit, sodass man sich geschützt und wohl fühlt. Die grünen Parks, die Ufer der Pegnitz und die gemütlichen Cafés schaffen die ideale Umgebung zum Entspannen und Abschalten. Die Radioleiter haben fast die gesamte Stadt zu Fuß erkundet, historische Orte besichtigt und in den alten Vierteln die deutsche Küche probiert. Unser Land, Georgien, durchläuft derzeit einen schwierigen und schmerzhaften Entwicklungsprozess. Deshalb sind wir nach Nürnberg gekommen, um europäische Erfahrungen zu teilen. Die Radioleiter werden ihre Eindrücke mit uns teilen und sie werden besser verstehen, welchen Einfluss diese außergewöhnliche Stadt auf uns hat.
Under the city lies a heart made of ground, but the humans would give no love. The other desert on a horse's name, it built to be out of the race. In the desert, he can't remember no name. Out the race. Karigi magheris nanasa Sabar sagi amabobs chadari Zetna malerasi tamaso ჩვენი პროგრამის დასასრულს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით რადიო Z-ს საეთერო დროისათვის და გემშვიდობებით. Შეხვედრამდე. Und zum Schluss möchten wir uns besonders beim Radio Z bedanken für die Zeit, die Sie uns zur Verfügung gestellt haben. Und wir verabschieden uns von Ihnen. თავს გახლებერთო ხას უსინჯავს სიტყვას როგორც იარაღს ჩემს საყვარელი ადონებს ვერ ვთმო იმერლების იმერლობა კი არა Kachelova ki ara Kartvelebis kartvelova da milosegmerto Erti gatsis gamazleba ki ara Ori gatsis Mikatsis gamazeba ki ara Sakartvelos gamazeba da milosegmerto
ისევ მткиვა მორჩენილი არა შენ მიხმედა თავს გახლებერთო ჩვენთან ერთად გაზაფხულმა იარა მათ რახს ჩვენში ვინ აკადრებს თეთროს მარტო ჩემი ერთგულება გიარა მარტო შენი სიყვარული გიარა მარტო შენი სიმღერები გიარა ქართველების ერთად ყოფნა და მილოცებმერთო მარტო ჩემი ერთგულება გიარა მარტო შენი სიყვარული გიარა მარტო ჩვენი სიმღერები გიარა ქართველების ერთად ყოფნა და მილოცებმერთო ქართველების ერთად ყოფნა და მილოცებმერთო ვარდთა და ნეხვთა ვინადგან სწორად მოეპინების დიდთა და წვრილთა წყალობა შენაცნო მოგეწყინების უხვი ახსნილსა და აბამს იგი თვითების ვინების უხვად გაეცის ზღვათაცა შეზდის და გაედინების ვინ არ ყოფილა მიჯნური ვის არ სახმელნისდებიან ვის არ უნახავს პატიჟი ვისთვის ვინ არ აბნდებიან მითხარ უსახო რა ქმნილა სულნია და მოხდებიან ხომიცი ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია არავის მოუკრეფია კაცისა ხარბი და გაუძღომელი გულია შამშამ ყოველთან ჭირთან თვალ ხითან დომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა თვით ვერას ვერ გამსომველი ვეცა პატრონობს სიკვდილი ვეცა პატრონი რომელი
გადაცემა მომზადებულია ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ, პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო უსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.